You've tried, I said we can proceed in German. Do a short presentation of our parts and then I guess you will introduce. Kleine Schwierigkeiten haben werde. Ich verstehe das was directed here on 27th of and then it is the I have the Leon's Vornamen, David Chettiani. this moment that the German Bundeswehr probably დღეს ჩვენ გქონდა შეხვედრა გერმანიის მასმედიის სამყაროს საშუალებების წარმომადგენლებთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ისინი გაეცნენ ნატო საქართველოს ერთობლივი ცნისა და შეფასების ცენტრის შესახებ პრეზენტაციას. მათ ჰქონდათ საშუალება რომ დაისვათ კითხვები მინისტრისთვის, ასევე ჩვენი ოფიცრებისათვის. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ბევრი საინტერესო საკითხთან დაკავშირებით იქნა კითხვები დასმული და შესაბამისად ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტები სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ჟურნალისტების, რადგან მათ უნდა გაეცნონ და გააცნონ თავის მოსახლეობას რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, ნატო-საქართველოს დაახლოების კუთხით და დღეს მათ მოისმინენ თუ როგორი კარგი და წარმატებული ურთიერთობა გვაქვს და როგორ მიმდინარეობს ერთობლივი ნატო-საქართველოს სარწმუნოების ცენტრის დაარსებიდან დღემდე მუშაობა და აგრეთვე გერმანელი და ქართველი სამხედროების ურთიერთობა თუ რამდენად მჭიდრო არის და წარმატებული. საქართველოში ბერლინის პრეს-კლუბის წარმომადგენლები ვიმყოფებით. ეს გახლავთ გერმანელი ჟურნალისტების გაერთიანება, რომლებიც ბერლინში მუშაობენ. საქართველოში მოგზაურობა, აქ არსებული სიტუაციის გაცნობა ჩვენს ინტერესში იყო. ბევრი საინტერესო და ჩვენთვის სასარგებლო რამ შევიტყვეთ. შტაბ-ეჭდილებები შეგვექმნა, მაგალითად ამ ცენტრზე იგივე შემიძლია ვთქვა. მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო ისიც, რომ ცენტრი გერმანიასთან თანამშრომლობს. ამიტომ აქ სტუმრობაც განსაკუთრებით საინტერესო იყო. თავდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო და გახსნილი საუბარი ჰქონდა. მინისტრმა ჩვენ ბერლინიდან ჟურნალისტებს ნათლად გითხრა, თუ როგორია საქართველოს სტრატეგიული არჩევანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ინფორმაციას აქ ადგილზე ვისმენ და სიტუაციას ვეცნობით, რასაც გერმანიაში ზედმიწევნით კარგად არ ვიცნობთ. ჩემზე ყველაზე დიდი შტაბ-ეჭდილება კი ამ ფაქტმა მოახდინა, რომ ბევრ ოფიცერს, რომელიც დღეს აქ გავიცანი, განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. ეს ჩემთვის სიახლეა. არ ვიცოდი, რომ ბუნდსერვერსა და თქვენ შეიარაღებულ ძალებს შორის ასე მჭიდრო კავშირი იყო.